ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით გადაწყვეტილება ნიუ-დელიში გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის იუნესკოს მთავრობათა შორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე იქნა მიღებული. იუნესკოს გადაწყვეტილება ხორბალთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების აღიარების შესახებ არის ქართული ხალხის მრავალსაუკუნოვანი შრომის, ცოდნისა და პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე დაფასება, ქართული ენდემური სახეობების მნიშვნელობის ხაზგასმა, სულიერი და მატერიალური კულტურის ურთიერთკავშირის გაძლიერება და მომავალი თაობების წინაშე ვალდებულების აღება, რომ ამ არამატერიალური კულტურული ელემენტის სიცოცხლის უნარიანობა დაცული და განვითარებული იქნება. აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. კულტურის სამინისტროს ცნობითვე საქართველოს მიერ იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა. და დღეს მოსალოცი მთლიანად საქართველოსაც აქვს ერთი საკითხი. დღეს დელიში, ინდოეთში ჩატარდა იუნესკოს სესია, სადაც იუნესკომ ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ეს განსაკუთრებული მომენტი არის, ვფიქრობ, მთლიანად საქართველოსთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი კულტურისთვის. მეცნიერული გამოკვლევებითაც ვკითხება და ახლა უკვე იუნესკომაც დაადასტურა, რომ ველური ხორბლის გაკულტურების ერთ-ერთი უძველესი კერა არის საქართველო. ხორბლის კულტურის ისეთი სახეობები, რომლებიც ევოლუციურად ახლოს დგანან ხორბლის ველურ სახეობებთან, შემონახულია მხოლოდ საქართველოში. ასეთებია ზანდური, კოლხური ასლი, მახა. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი და აღწერილია ხორბლის 14 ბუნებრივი სახეობა, რაც შეადგენს ხორბლის კულტურულ სახეობათა 70%-ს, მათ შორის 5 არის ენდემური სახეობა, კვლავ ზანდური, კოლხური ასლი, დიკა, მახა. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ საქართველოში აღმოჩენილია ხორბლის 154-ზე მეტი სახესხვაობა. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ხორბლის ნაშთები, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის მე-6 ათასწლეული თარიღდება, რითაც დასტურდება, რომ 8000 წელია ღვინის დაყენების ტრადიციის პარალელურად ჩვენს ქვეყანაში ქართული ხორბლის თესვა მოყვანა უწყვეტად გრძელდება, რაც ჩვენს ქვეყანას პურის და ღვინის უძველეს კერად წარმოაჩენს. მიდმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციას, ვინც ჩართული იყო ამ გადაწყვეტილების მომზადებაში, მათ შორის პარლამენტს და პარლამენტის ოფიციალურ კომიტეტს მიუძღვის ამაში განსაკუთრებული წვლილი საკითხის პოლიტიკური მხარდაჭერისთვის. მადლობა მინდა გადაუხადო კულტურის სამინისტროს, რომელმაც ეს საკითხი იუნესკოს მაღალ ტრიბუნაზე გაიტანა. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა მეცნიერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, ყველა მეცნიერს, რომელიც ჩართული იყო კვლევაძიებაში, რომელიც მათ შორის მას შემდეგ, რაც გადაწყდა ქართული ხორბლის კულტურის არამატერიალური კულტურული ძეგლის კანდიდატად წარდგენა, ჩატარდა ბევრი კვლევა, რომელიც ეხება არა მხოლოდ თავად ხორბლის კულტურას, არამედ მის გარშემო არსებულ ტრადიციებს, პურის ცხობის ტრადიციას, აღიწერა დოკუმენტები შედგა ამ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, რაც საბოლოო ჯამში დაგვირგვინდა ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი წარმატებით, რაც რა თქმა უნდა საამაყო საქმე არის ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და წარმოჩენისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. 2026 წლის 1 იანვრიდან ერთჯერადი დანიშნულების პლასტმასის ჭურჭლის მიმოქცევის აკრძალვასთან ერთად ფინანსური ჯარიმები წესდება.
პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის მიხედვითაც ტექნიკური რეგლამენტის სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების შესახებ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. ჩამორთმეული პროდუქცია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა. მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის 1 იანვრიდან პლასტმასისგან წარმოებული ჩანგლების, დანების, კოუზების, ჩხირების, თებშების, საწრუპებისა და გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერებისა და მათი თავსახურების, ჭიქებისა და მათი თავსახურების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება სრულიად იკრძალება. ასევე იკრძალება კვების ობიექტების მიერ მომხმარებლებისთვის პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება. ცვლილებები ჯარიმების მიმართულებით ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში ხორციელდება და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. აქ საუბარი იყო აკრძალვის დეფინირებაზე, ეს არის ტექნიკური რეგლამენტის მე-6 და მე-7 პუნქტები, გამოყენებული იყო ძველ რედაქციაში კავშირი და ახლა იცვლება ან და რედაქციით, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი აკრძალვის ერთ-ერთი პუნქტში მოცემული აკრძალვის დარღვევა გამოიწვევს სანქცირებას. ასევე ამავე მუხლს დაემატა შენიშვნა, რომლის მიზანი არის იმ გამონაკლისების გათვალისწინება, რაც ტექნიკური რეგლამენტის დადგენილებაში არის დაფიქსირებული. ეს გამონაკლისები გულისხმობს 3 თვიან და 6 თვიან ამოყიდვის ვადას აკრძალული შეზღუდული პლასტიკის, ერთჯერადი პლასტიკის ნაწარმისათვის. ამ შენიშვნის სახით ემატება, ესე იგი 92 მე-6 პრიმა მუხლს და შინაარსი უფრო დაზუსტებული ხდება. სხვა ცვლილებები პროექტში არ არის. ზესტაფონის მარგვეთი 2006-15 გუნდია. 6-7 წელიწადია ბავშვები ჩემთან არიან და ვარჯიშობენ. ძალიან კარგი ბავშვები არიან. მივიღეთ იმერეთის ზონაზე მონაწილეობა და გავედით მეორე ადგილზე. ერთი თამაში დავთმეთ ბოლოს ქუთაისის სერვალთან და დაგვიჯდა საჩემპიონო ფასად, ასე რომ ვთქვათ და გავიდნენ ბიჭები მეორე ადგილზე. ყავს დაახლოებით 20 ბავშვი. მონდომებულები, პერსპექტიულები შრომობენ ყოველდღიურად და მაქვს ძალიან დიდი იმედი ამ ბავშვების. ერთადერთი პრობლემა რაც გვაქვს ჩვენ ზესტაფონში, ეს ხელოვნური საფარიანი მოედნის შეცვლა გვინდოდა, მაგრამ ეხლა შევკვირდემ, რომ ახალს გააკეთებენ და დაისვენებენ ბავშვების ამ პრობლემებიდან. ტრანვებია ხოლმე რაღაცეები, ისეთი პრობლემები, რომ ყველასთვის კარგი იქნება მშობლებისთვისაც და მთელი რაიონისთვის. ამისთვის დიდ მადლობას უცხადებ ჩვენ ზესტაფონის მერიას. თამაში ჩავატარეთ ჩვენ 2 წრეთ იყო დაყოფილი, პირველი წრე ყველა თამაში მოვიგეთ და ვიგებდით თან დიდი ანგარიშებით თამაშებს. სულ იყო 24 თამაში. მეორე წრეში მე 6 გუნდი დატოვეს და ქულები გააუქმეს და ამის გამო იქ მე რაღაც პატარ-პატარა პრობლემები იყო ბოლოს, რომ ფეხბურთელები გაგვიძევეს, ასე რომ ვთქვათ და დავისთავად განახევრებული გუნდით მივიღეთ ბოლო თამაშზე მონაწილეობა. ამის გამო მე დავთმეთ ის ბოლო 3 ქულა ჩვენ და აღმოჩნდა გუნდი მეორე ადგილზე. ძალიან კარგი გუნდია. ამ 2010-იანებით მე დაჯერებული ვარ, რომ 1-5-6 ისეთი ძლიერი ბავშვები გვყავს, რომ შეიძლება ნაკრებშიც ბევრი მოხვდეს აქედან. ბოლომდე ვიბრძოლეთ და პირველი ადგილი შეგვეძლო. ყველა ბოლომდე ჩავდეთ არჩევანზე და ავეთ მეორე ადგილზე. ადლოვას ვხდი გუნდს. მე 9 წელია რაც ფეხბურთს თამაშობ. ტურნირი გავიდით მეორეზე. შეგვეძლო პირველზე გასვლა, მაგრამ არ აუშავს. ბოლო თამაშებში რაღაცა მოხდა ისე. გავიყარეს ფეხბურთელები, მაგრამ ულოცავ ჩვენ ბიჭებსაც, მადლობას ვუხდებ ჩვენ ტრენერებსაც და ჩვენ გუნდელებსაც. ჩვენ გავედით მეორე ადგილზე, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რაღაც იყო ისეთი, რომ პირველზე ვერ გავედი და ხელი შეგვიშალა სერვალო, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ ყველაფრისთვის და ვულოცავ ჩვენ ბიჭებს. ეს არის ჩვენთვის სასიხარულო მომენტი. ეს არის ჩვენთვის мотиваცია, რომ მეტი შედეგი დავდოთ და ვიბრძოლოთ ბიჭები.